გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით ძველი ეგვიპტელების საოცარ გამოგონებებზე, რომლებიც დიდი ალბათობით არ გეწოდინებათ. კბილის პასტა. მსოფლიოში პირველად სწორედ ეგვიპტელებმა გამოიყენეს კბილის ჯაგრიცი და კბილის პასტა, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭისგან ამზადებდნენ. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სულ პირველად კბილის პასტა მოხსენიებულია ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის ძველ ეგვიპტურ მანუსკრიპტში. კბილის პასტის უძველესი რეცეპტი სწორედ ეგვიპტელებიდან იღებს სათავეს. ამ რეცეპტის თანახმად კბილის პასტას ამზადებდნენ 1 დრახმა მარილის, 1 დრახმა პიტნისა და 1 დრახმა ირისის ყვავილისგან. ამ ყველაფერს ურევდნენ წიწაკასთან ერთად, რაც კბილების გამოსახიხად მშვენიერი საშუალება იყო. კარის საკეტი. ძველ ეგვიპტური სასახლის ნანგრევებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კარის უძველესი საკეტი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლით თარიღდება. ამ ფაქტიდან გამომდინარე დაასკვნეს, რომ კარის საკეტები ეგვიპტელებმა გამოიგონეს. ისინი ხისგან მზადდებოდა და უმარტივესი, თუმცა ეფექტური ჩასაკეტი მექანიზმი ჰქონდა. კარის საკეტში ხვდებით ქინძის თავსაც. მსგავსი მექანიზმი დღესაც გამოიყენება, თუმცა ძველ ეგვიპტური გასაღები გაცილებით დიდი ზომის იყო, ვიდრე ჩვენი თანამედროვე დუპლიკატები. კარის საკეტები ჩვეულებრივ გამოიყენებოდა ისეთი ადგილების დასაცავად, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით დიდი ღირებულების მატარებელი გახლდათ, მაგალითად სამეფო სასახლეები, ტაძრები, შენობები, სადაც საგანძური და ძვირფასეულობა ინახებოდა. პაპირუსი. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3000 წელს ძველმა ეგვიპტელებმა ისწავლეს მცენარე პაპირუსისგან ქაღალდის დამზადება. სწორედ ეგვიპტელთა სახელს უკავშირდება ამ მეთოდის შექმნა. სიტყვა პაპირუსი წარმოიშვა ეგვიპტური სიტყვიდან პაპურო და ნიშნავს სამეფოს. პაპირუსისგან ამზადებდნენ ნავებს, კალათებს, თოკებს, ჭურჭელს, ავეჯს, სამოს, ფეხსაცმელს, ჭილოფებს, დეკორატიულ მცენარედ აშენებდნენ ბაღებში, პარკებსა და ორანჟერეებში. ხმარობდნენ საკვებათაც. პაპირუსის გულს სანათურების პატრუქადაც იყენებდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პაპირუსს ამავე სახელწოდების მცენარის ფოთლებისა და ღეროების ნაწილებისგან ამზადებდნენ. მათ ფენებად აწყობდნენ, აფრთხელებდნენ ჩაქუჩით და ასე ღებულობდნენ წერისთვის საჭირო პაპირუსს, რომელზეც წერდნენ ლერწმის ან ლელქაშისგან დამზადებული წვეტიანი ჯოხებით. მელნის დანიშნულებას მური ასრულებდა. სხეულიდან თმის მოცილება. სხეულიდან თმის მოცილების ისტორიის საწყისების განსაზღვრა სადავო თემაა, თუმცა მეტნაკლებად უთხოვარი და საიმედო ინფორმაცია მის შესახებ ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეს მიეკუთვნება და ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას სახელს უკავშირდება. ეგვიპტელ კაცებსა და ქალებს სწამდათ, რომ სხეულზე ამოსული თმა უსუფთავობისა და ბარბაროსობის ნიშანი იყო. ამიტომ თმის მოცილება სხეულის ნებისმიერ ადგილას საკმაოდ დამკვიდრებული ტრადიცია გახლდათ. ცნობილია, რომ დედოფალი ფეხებზე თმის მოსაცილებლად ცვილის ნიღბებს იყენებდა. იეროგლიფებმა შემოინახა ფარაონის არაერთი ბრძანება, რომელთა თანახმად მონა ქალებსაც სუფთა უთმო და გლუვი კანი უნდა ჰქონოდათ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ძველ ეგვიპტეში ფეხსაცმელს პაპირუსისგან ამზადებდნენ. მისი ტარების უფლება თავდაპირველად მხოლოდ ფარაონსა და მასთან დაახლოებულ პირებს ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ფარაონის მეუღლე ამ დაახლოებულ პირებში არ შედიოდა. ჰეროდოტეს გადმოცემით ერთი წყვილის სანდლის შეკერვა ფარაონს თითქმის მთელი ქვეყნის ერთი წლის შემოსავალი უჯდებოდა. ყველაზე ადრეული ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეგვიპტელები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებდნენ, ძველი წელთაღრიცხვის 3500 წლით თარიღდება. ის არა ფარაონებისა და მაღალი წრის ადამიანებისთვის, არამედ ყველაზე მომუშავე მონებისთვის შეიქმნა, რათა ადვილად შეძლებოდათ სახნავ მიწაზე გადაადგილება. უძველესი კაბა. მსოფლიოში უძველესი კაბა, რომლის ასაკი დაახლოებით 5500-დან 5000 წლამდეა, აღმოაჩინეს ეგვიპტეში. დამზადებულია პირველი დინასტიის პერიოდში ან კიდევ უფრო ადრე. კაბა არქეოლოგებმა 1913 წელს იპოვეს, თუმცა ნაპოვნის მნიშვნელობა 1977 წლამდე უცნობი იყო. მას მიაკვლიეს ერთ-ერთ ეგვიპტურ სამარხში, რომელიც ქაიროდან 48 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კაბის ქსოვილი დამზადებულია სელის ბოჭკოსგან და წარმოადგენს ტანსაცმლის უძველეს დეტალს, რომელიც შექმნილია ტექსტილისგან. აღსანიშნავია, რომ ამ უძველეს კაბას სახელოები გოფრირებული აქვს. ეს ფაქტი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მკვლევარების მიერ აღმოჩენილ სხვა სამოსებს ასეთი გოფრირებული, წელში გამოყვანილი და ამოჭრილი გული არ გააჩნიათ.
სავარაუდოდ ეგვიპტური კაბა, რომელიმე დიდგვაროვან ქალბატონს ჩააყოლეს დაკრძალვის დროს, ის ინახება ლონდონში, ალბერტისა და ვიქტორიას მუზეუმში. მუზეუმის თანამშრომლებმა კაბა აბრეშუმის თხელ სარჩულზე დაამაგრეს, რათა დაზიანებისგან დაეცვათ და საგამოფენო დარბაზში ექსპონატის სახით წარმოედგინათ. შავი მელანი ხელით წერის ტექნიკის შექმნა ძველი მესოპოტამიელების სახელთანაა დაკავშირებული. დასაწერად ისინი თიხის ფირფიტებს იყენებდნენ. რაც შეეხება მელანს, ძალიან ძველი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, მისი გამოყენება 40,000 წლის წინ დაიწყეს. ესპანეთსა და ინდონეზიაში მდებარე რამდენიმე გამოქვაბულში მიაკვლიეს ნახატებს, რომელიც მელნითაა შესრულებული. არსებობს მოსაზრება, რომ მელანი თავდაპირველად მიიღეს მცენარის წვენის, შავი მანგანუმისა და შესაძლოა სისხლისგან. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1300 წლით ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩინელებმა და ეგვიპტელებმა გამოიგონეს მელანი, რომელსაც ამზადებდნენ წყალში გახსნილი მურისგან, მცენარეული ფისისა და ზეთების დამატებით. მელნისთვის სხვადასხვა ფერის მისაცემად იყენებდნენ ბუნებრივ საღებავ საშუალებებს, მაგალითად ჟანგმიწას. ძველი ეგვიპტელები პირველები იყვნენ, ვინც 5200 წლის წინ ლერწმის ღერი კალმად გამოიყენა. ძველი ეგვიპტის პოლიცია. სხვა იმდროინდელი ცივილიზაციების მსგავსად ეგვიპტელები ძველი სამეფოს პერიოდში წესრიგის დაცვას საზოგადოებაში ადგილობრივ ჯარისკაცებსა და კერძო მცველებს ანდობდნენ. ამ უკანასკნელს გასამრჯელოს უხდიდნენ წარჩინებულნი და მდიდარი მიწათმფლობელები, რათა დაეცვათ მათი ციხესიმაგრეები, რელიგიური მნიშვნელობის მქონე შენობები და უფრო მეტად ფულის საწავები. ამ პერიოდის დასასრულს, განსაკუთრებით ეგვიპტის მეხუთე დინასტიის დროს, ეგვიპტელმა დიდებულებმა და წარჩინებულებმა დაიწყეს უფრო მეტად თავდადებული და ერთგული ხალხის დასაქმება თავდაცვითი სამუშაოების შესასრულებლად. ეს მცველები უმეტესად სამხედრო ფრაქციებიდან იყვნენ, თუმცა მათ შორის არსებობდნენ უცხოელი პირები, რომლებსაც სპეციალურად ამ საქმისთვის ქირაობდნენ და შესაბამისად მათი мотиваცია მატერიალური ანაზღაურება იყო. ამის ნათელი მაგალითია მეჯაის ნუბიური ტომი, რომელიც ფარაონ იახმოსისა და კამოსის დროს სროლელებისა და მზვერავების როლს ითვისებდნენ, ხოლო მოგვიანებით სამარხებისა და სასახლეების დამცველები იყვნენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ ნუბიური ტომებიდან ყველაზე გამორჩეული მეომარი ხალხი მეჯაი იყო. მეჯაები სხვა ნუბიელებისგან განსხვავებით უკეთ შეიარაღებულნი და გაწვრთნილნი იყვნენ. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლებში ნუბიელებმა ეგვიპტის არმიაში დაქირავებულ მეომრებად დაიწყეს სამსახური. ისინი მსუბუქად შეიარაღებულ ქვეით ჯარში მსახურობდნენ, მშვილდოსნებად. მათ თან ახლდათ კარგად გაწვრთნილი მაიმუნები და ძაღლები, რომლებიც კრიმინალების დაჭერაში ეხმარებოდათ. ამის გამო მხატვრელი ნიმუშები გვხვდება მეხუთე დინასტიის დროინდელ ერთ-ერთ აკლდამაში. პარიკები. ბევრი ეგვიპტელი იპარსავდათ მას. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ეგვიპტის ცხელი კლიმატი ეგვიპტელებს აიძულებდათ თმა გადაეპარსათ, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც. ზოგიერთმა მკვლევარმა წამოაყენა თეორია, რომ თავის გადაპარსვა ეგვიპტელებისთვის სტილებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება იყო. მიუხედავად თავის გადაპარსვისგან გამოწვეული კომფორტისა, ბევრი ეგვიპტელი უპირატესობას თმას ანიჭებდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიგონეს პარიკები, რომლებსაც თავისუფალი ქალებიც და კაცებიც გარდა მღვდლებისა და მემატიანეებისა ატარებდნენ. ეგვიპტური კანონის თანახმად მონებს არ ჰქონდათ უფლება გადაეპარსათ ბუნებრივი თმა. მდიდარი და წარჩინებული ეგვიპტელები ადამიანის თმისგან დამზადებულ პარიკებს ატარებდნენ, რაც მათ მაღალ სტატუსს უსვამდა ხაზს. ქალები ყოველთვის ცდილობდნენ თავი წარმოეჩინათ განსხვავებული პარიკებით. ამიტომ მათ ხშირად რთავდნენ ყვავილებით, ძვირფასეულობით, ბანტებითა და სხვა მრავალი საშუალებით. დაბალი ფენის წარმომადგენლები ატარებდნენ პარიკებს, რომელიც დამზადებული იყო ცხვრის შეღებილი მატყლისა და იაფფასიანი ბოსტნეულის ბოჭკოსგან. მაგიდები. შეიძლება ითქვას, მაგიდებიც ეგვიპტელების შექმნილია, რადგან მათ უძველეს მოდელებს ხვდებით ძველი ეგვიპტის კულტურაში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაგიდებს ეგვიპტელები იყენებდნენ არა იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებაც დღეს აქვს, არამედ სხვადასხვა ნივთის შესანახად. დროთა განმავლობაში მაგიდის დიზაინი იცვლებოდა, იქმნებოდა 4-ფეხიანი, 3-ფეხიანი და 1-ფეხიანი მაგიდებიც. ეს იშვიათი დიზაინის მქონე მაგიდები დამზადებულია უმეტესად ხისგან, თუმცა რამდენიმე მათგანი ქვისა და მეტალისგანაც იყო შექმნილი. შემდეგ უკვე გამოიყენებოდა საკვების დასადებად და ასევე ზოგიერთი თამაშისთვისაც.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოულინგის არსებობის შესახებ პირველი არქეოლოგიური მტკიცება სწორედ ეგვიპტეს უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში ასეთი ჰიპოთეზა ბრიტანელმა ანთროპოლოგმა სერ ფლინდეს პეტრემ წამოაყენა. მისი აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500-3000 წელს ძველ ეგვიპტეში ბოულინგს თამაშობდნენ. ინგლისელი მეცნიერი ამ ჰიპოთეზას 1930 წელს მის მიერ აღმოჩენილი საგნებით ადასტურებს. ბავშვის ერთ-ერთ სამარხში მან იპოვა საგნები, რომლებიც თანამედროვე ბოულინგის იარაღების პროტოტიპი იყო. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, იქნებ დაალაიქოთ კიდეც. ნახვამდის.